გამარჯობა ჯიმი. სალამი. გამარჯობა ნიკო. გამარჯობა ილო. გამარჯობა ილო. ბავშვი სახელი არ მახსოვს. იო. გამარჯობა. შეგიძლია თქვა ხოლმე რაღაცები, ეგ არ არის პრობლემა. ორი ილო ხოს? უფროსი და უმცროსი. რა ამბავია? ერთმანეთზე უკეთესი პროფესიონალები. დიდები. და უკან ნახე როგორ ლამაზად ხარი უბერავს და სიღრმე გვაქვს ფონში. 3D. ნიკო, აბა რა გვაქვს ჩვენ საერთო ამ გადაცემის გარდა? ილოს ვკითხოთ, აბა თუ იცის რა გვაქვს საერთო ამ გადაცემის გარდა მე და ჯიმის დღეს. იმენა დღეს. სათვალეები დოქტორი. აგიტო არ თამაშობ რასაც როდის. აბიტურიენტი შვილები ყავს, რომლებიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ. დღეს დაიწყეს. ეხა ჩემი და ისა 9 საათზე იყო ჩემი ყოფისალი, უმცროსი, მეორე სხვალა. არ იყო უკმაყოფილო, თავის მასწავლებელთანაც მივიდა მე ჩააბარა რაღაც ის ანგარიში, ნორმალურად. ხო, ნახავ, ჯერ ხო არ არის შედეგები? შედეგები кайხანი არ იქნება. ხო, შედეგები кайხანი არ იქნება. ჩემი ეხა არის შესული და ხო, ამ მომენტში მოვჩებით ჩაწერას, კავალ ნახავ, რა ქნა და როგორ. ახლა მე ესე ზედაპირულად მოусმინე ზედამის უყვებოდა რაღაც ვაჟას ის იყო რაღაც ერთი გურამრჩეული შვილის და ესეთი ის ყოფილა მე ახლა მოწყვეტილი ვიყავი ამ ამბავს და ტექსტის რედაქტირება არის მოსამნესო. ტექსტის რედაქტირება კარგია. თულია მე ვფიქრობდი დღეს დილას ვლაპარაკობდით წასვლამდე რომ ახლა თქვა მომზადებლად რომ შევიდე გამოცდებზე ნეტა რას ვიზამდი თქო ქართულზე ახლა მათემატიკაზე მომზადებლად კი არა და მომზადებულიც რომ შევიდე როგორც შევალისი გამოვალ ხელცარიელი და ნიშანცარიელი. ქართულზე ეჭვი მაქვს რომ ძალიან ცუჩებს გაარჩვენებდი, მაგრამ თქვა გონია რომ მომზადებული ჩემი შვილი უკეთეს შედეგს დადებს ახლა, იმიტომ რომ იქ ჯერ ერთი ტესტის ის უნდა იცოდე. მეორე რავი. ხო, აი უყურე მე ყველაფერში კარგ შედეგს დავდებდი ნიკო ახლა იმის ზედმეტი თავდაბლობის გარეშე. რას გულისხმობ ახლა ისე კი არა. აი სადაც საზეპირო არ არის. ხა საზეპირო სადაც არის და ციტატა სადაც არის ეს სიზუსტეა საჭირო. ადრე ჩვენ დროს ესეთი ის იყო რომ რაღაც ის ზუსტ ციტატებს გთხოვდნენ. რომელსაც ჩემი აზრით ვერავინ ვერ იმახსოვრებდა და ესე იმათ თავისი პუნქტუაციით და იმით ვერავინ ვერ იმახსოვრებდა და ვერ იყენებდა და იყო მე რაღაცა ესე თავმოყარეობის შემლახავი რაღაცა ეს შპარგალკა და გადაწერა და რაღაც ეს შპარგალკის დაწერის ხელოვნება იყო ასული, რა ვიცი, ძველი ბერძნების დონეზე, რავი, რამის ხო და რას ვამბობ? აი თუ ეგეთი ის არ არის, მაგალითად ანალიზია საჭირო, რაღაც აი თვალსაზრისია საჭირო, რაღაც დასკვნების გაკეთება, რაღაც პარალელების გაკეთება გავართმევ თავს და კაცო, თემას გავართმევ, მაგრამ მან კიდე არის მოთხოვნები, რომელიც იმას ვამბობ, რომ ერთი თვეც რომ მომზადებული ყავი ცხადია რომ უმაღლეს მიიღებდი ალბათ, მაგრამ იქ უნდა იცოდე რომ თქვა რამდენი მაგალითი მოიყვანო, ზოგი უცხო ტექსტიდან უნდა იყოს, ზოგი პროგრამის ტექსტიდან უნდა იყოს, სტანდარტი უნდა იცოდე რომ რას შვები იქა. რაც არ არის ხა ეგეთი ადვილი რა. ჩემი სისუსტე მე აი ეს არასოდეს მიყვარდა ეს დაზეპირება, ტექსტების დაზეპირება არ მიყვარდა არასოდეს და შენ გაიხარე. აბა რა. ჩვენი აბა ხორიძე კი არ მოგიტანს. პირიქით აქ მოვა და წაიღებს. ხორიძეც კაი. სვათ შეგის. წყლის მოტანის წყალს გადაგიკეტავს უცბად. წყალს და ჟანგბადს. ხო ჩვენს დროს ჩვენ სტანდარტი ესეთი იყო რომ უამრავი ტექსტი უნდა დაგესწავლა ზეპირად. ახლა რო ვფიქრობ არ არის ცუდი ეს. უბრალოდ ყველა საგანში არ უნდა დაავალო ეგ. მე მაინც ვფიქრობ რომ რაღაც მიმართულებები უნდა იყოს, ხო? აი ახლა ვისაც სიტყვაზე ფილოლოგობა უნდა, ან ჰუმანიტარობა უნდა და ამ ტექსტებზე გიждდება და რაღაცა, ხო? ის ბუნებრივად. ბუნებრივად ვერა, მე აი ვერაფერს ვერ ვიზეპირებდი. ერთადერთი რაც მახსოვს რომ რაღაცა თავი მივაკალე სკოლაში ავთანდილის ანდერძი ვიცოდი, აი შუამდე კარგად ვიცოდი ზეპირად, მაგრამ მეტი საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, ანუ აი რაღაც ვერ მიმახსოვრებ რა. ეხაც ჩემი საყვარელი ლექსები რო თქვა, ბარეური შეცდომა მექნება შიგნით უბრალოდ იმიტომ რომ ვერ ვიზეპირებ. ხო, აზრი მესმის კი არა მიყვარს, მაგრამ თან ცუდი იყო ეს რომ რაღაცნაირად იცი ყოველთვის ქონდა ამას აი რაღაც ადმინისტრირების ხასიათი რომ დაგავალებდნენ მკაცრად და უნდა ტვინი გესხა და რაღაც ეს პატარა დროში. სინამდვილეში გოგჩა ტბავცელი ხმოვანები ზღვის ამბაზე ყველა რომელი ტექსტი იყო გირგოგოლ ორბელიანი რომანტიკოსების არც ერთი ტექსტი არ არის ადვილი ხო რაღაცნაირად
რთული ტექსტებია სულ და ხო და რას ვამბობ, ხო ისეთნაირად უნდა მიდიოდეს ეს სწავლის პროცესი და რაღაც აი მასალებლის ხელოვნება ისე უნდა იყოს დახვეწილი, რომ აი დაძალება კი არ უნდა ჭირდებოდეს, უფრო იქი და ქვემოდან უნდა მოდიოდეს ინიციატივა, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნა, რომ ეს თვითონ აი ამ ტექსტებს ესე ვთქვათ ისრუტავდეს და იმახსოვრებდეს. მაგრამ აი დოზასაც გააჩნია, ხო? რაღაც ისეთ ასაკში გვაძლევენ ამ თან ძველი ქართულის ტექსტებს, რომ მე ხო იცი ახლა ბავშვი არის, იქ ბევრი რაღაცა ინსტინქტით წყდება, ქვეცნობიერით და ერთხელ რო შეიძულებს და გადაუწყვიტავს თავის თავს, რომ ეს არ არის ჩემი და ეს არის სიტყვაზე ტანჯვა, აღარასოდეს მიუბრუნდება. მაგრამ ეხა მარტო ძველი ტექსტები აღარ არიან, ზუსტად რო გითხრათ პროგრამაში რა არის ვიცით, ხო არა, მაგრამ ნუ საკამორჩილაძეზეც იყო ლაპარაკი და ნაირაგელაშვილზეც და სახში რა რაღაც. კი, ჩვენ დროს ფაქტობრივად ცოცხალ ავტორს არ სწავლობდი. ნუ თუ არ ჩავთვლით რაღაცას ლენინზე და რაღაც ეგეთ იმებზე იდიოტობებს. აი, ჩემთვის ეგ უკვე აღარ იყო. მე რა ჩავაბარე აღარ იყო ხო, ფაქტობრივად ცოცხალ ავტორს სახელმძღვანელოში ვერ ნახავდი. ხო, რაც არასწორია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც საერთოდ გამორიცხული იყო ამ საბჭოთა სკოლებში, რომ თვითონ კითხვა, ტექსტთან მუშაობა, აი რაღაც მხატვრული ტექსტის შექმნისადმი ინტერესი გაგიღვიოს. ის კი არა რომ აი საჭიროა მასწავლებელს სჭირდება და მშობელს სჭირდება და მშობელი და მასწავლებელი გარწმუნებენ რომ აი ეს ამის სწავლა იმდენად მნიშვნელოვანია რომ შენ დაგჭირდება, მაგრამ აი რაში დაგჭირდება, ბავშვი ხარ და ვერ ხვდები. აი რაღაცნაირად ისე უნდა წარიმართოს ისევ და ისევ პროცესი სწავლების მეთოდიკა ისე უნდა იყოს, რომ აი ეს წერის სურვილი გაუჩნდეს ბავშვს, რომ თვითონაც შექმნას მხატვრული ტექსტი, ზოგადად მხატვრული ტექსტის მუღამი დაიჭიროს, რომ აი რაღაცნაირად ის კი არ არის ეს, რომ შენ შეგეტენა და გინდა თუ არა უნდა და რაში მაინტერესებს ვიღაცა სადღაც რაღაცა ის. მე მაგაში გამიმართლა კი არა, შეიძლება მოკლედ ჩემი ბავშვობიდან მიყვარდა კითხვა, სულ კითხულობდი ხოლმე. ოღონდ ვიყავი და ეხაც ვარ პასიური მკითხვა, სიუჟეტს მივყვები ხოლმე, кайფობ, ჩავერთვები და იქ სიმბოლიზმი იყო თუ რაღაცა, მაინც არ ვაქცევდი ყურადღებას, რა მკითხულობდა. როცა გაცვლითი პროგრამით ვიყავი ამერიკაში, იქ რამდენიმე დავალებამ სხვანაირად გამიხსნა ტვინი კითხვასთან დაკავშირებით. და დავალება იყო რა, რომ ლექს გაძლევენ და უნდა ნახო დაწერილი ამისი ანალიზი და მე შეაჯერო და იქიდან გამოიყვანო. და იყო შექსპირზე იყო და იმაზე იყო კვლელობა საკათედრო ტაძარში, რომელიც არის ცნობილი ამერიკელი პოეტის ეზრა პაუნდი რო არ არის მეორე ვინ არის? Wasteland-ი, ყამირი მიწები. ისო ზუიათ აქვს თარგმნილი კაცო. მე მგონი არ არის ეგ, მაგრამ მაინც. ეხა კი ღირსები ვარ თუ ესენი. ხო, გონი ელიოტის არის. ან შეიძლება არ იყო ელიოტის. რატომ მოიწყე ნიკო გამოსვლა? არ ვიცი, რატომ მოიწყე გამოსვლა, თუ არა ელიოტის გვასწავლეს ისა პრუფროკის, ჯეი ალფრედ პრუფროკის სასიყვარულო სიმღერა. ადრე იმის თქვა მინდოდა რომ რატომ მოიწყეს გამოცდა რომ მოსიც მე თვითონ ჩავიჭერი არ ვიცი. იმიტომ რომ ნახა ხა მარდერეტი კათედრალ ვისი არის. მაგრამ მახსოვს რომ მაგისი ანალიზი რო დავიწყე, მე შენ თვითონ დაგეწერა, ანუ იქ ციტატები არ უნდა მოგეყვანა და მე ნელ-ნელა დავამუღამე ეგ. და მე ქართველებსაც მაგ თვალით ვკითხულობდი და რაღაცნაირად კარგი იყო. და ჩვენებს არა აქვთ ხოლმე რა ერთ წამი ჩავწერა ამას რა არ შემილია. ხო. არა ელიოტიაშიც არ შემშლია მართლა. არ შეგვშლია, ნუ შემშლია. წუხელა დღეს სოფოს ხო გამოსდა ქართულში და ნუ რაღაცებს კიდე გადავიმეორებ, შევიყავ მეთქი ან დაიძინე ხა რაც აქამდე იცი და მაგრამ მაინც ჩამოვყვებიო და მთაწმინდის მთვარეს galaktionis გადმოხედა ბაბა რაზიავის ლექციამ გადავხედე და ხა ეს კაი გამრჩევი არა ვარ რაღაცა ჩემი აზრებით უთხარი და მე გახსნა არ ვიცი ვისი იყო ოღონდ აბიტურიენტებისთვის იყო სპეციალურად სადაც ლექს გიხსნიან და უცებ ნერვები მოეშალა იმიტომ რომ მესამე წინადებაში იყო რომ როგორც ოსკარ ვაილდი ამბობსო ესო ესთეტიკურ კათარზის და ეს იყო რატო მიფლექსავს ანუ რატო მაჩვენებს აბიტურიენტი ვარო და ჩემთვის არისო დაწერილიო რატო მოაქვს ოსკარ ვაილდი იყო და მე მეთქი აბა GPT ვნახოთ რას გვეტყვის დავწერე მეთქი აბიტურიენტი ვარ ეს ლექსი ძირითადად დედა აზრი გამომიტანე და რა სხვა თემები და
ძალიან კარგად ეწერა ChatGPT-ს. კაცილე არც ოსკარ ვაილდი ეწერა, არც არაფერი და აი ეს დაალაგებული იყო ეს თემებია და კარგად ეწერა გასაგებად და ეგ არის ერთ-ერთი ტკივილი ქართულ ამ სამი კვირის წინ წამოწოლილი ვიყავი და უცებ მეთქი გველის მჭამელი დიდი ხანია არ წამიკითხავს და აი წავიკითხავ ხო წლები არ წამიკითხავს და ძალიან თავის დროზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეხლა კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ რომ რაღაც ტიტანური ნაწარმოები რაღაცა ის და მე თან გვიანი იყო რაღაცა მეთქი ვინმეს გაუზიარებ ამასთან ვინმეს რა ჩავწერე და ზოგი იყო სასკოლო ახსნა ან ვიდეო ამ გველის მჭამელის რომელიც არ მივიჩნია რომ ჩემ დონეზეა თუ რაღაცა და მე რომ ნახე წიგნი იყო 150 გვერდიანი გველის მჭამელზე ვკითხავ ნახევრამდე მივედი და ბოლოს გავბრაზდი მეთქი არ მესმის აქ რა წერია ნახევარი ანუ არ შეიძლება ესე ისე გრიგოლ რობაქიძე ხო ეგეთი ის ქონდა ახლა ეს მითოლოგია და რაღაც ეს და ძველი ტექსტები და რაღაცები გრიგოლ რობაქიძე არა ჯანრიკაშეს ვკითხულობდი მაგრამ ნუ გრიგოლ რობაქიძესაც აქვს დაწერილი გველის მჭამელზე რომელიც შედარებით უფრო გველისპერანგი არა თქვი? გველის მჭამელი გველისპერანგი თქვი მე მგონი გველის მჭამელი ვიგულისხმობ გველისპერანგი არ წამ ბავშვობის მერე არ წამიკითხავს და არ მიყვარს მაინდა-მაინც და ნუ გველის მჭამელი ხო ხო მე ის გველისპერანგი მეგონა და ვიფიქრე ის მეთქი გამოიცანი ვის ვკითხულობდი და გრიგოლ რობაქიძესაც აქვს გველის მჭამელზე დაწერილი და აკაკი ბაქრაძესაც აკაკი ბაქრაძე ყოველს კაი იყო ხო მოკლედ შენ მეცადინო გეგონება შენაბარებდი ისეთი იმით არა მაგის მეცადინო ბარ ეს უბრალოდ ჩემთვის გამეხსნა რომ მეთქი რამდენი ხანია არაფერი რაღაცა ისეთი არ წამიკითხავს მეთქი და იქნება ძარღვებში წამოიღოს თქო წამოიღო ძარღვებში უბრალოდ იმის თქვა მინდოდა რომ როცა კითხულობ სხვის დაწერილს ქართულს ანალიზ ტექსტისას ძალიან იშვიათია რომ დაგეხმაროს მე მართლან ტექსტის ანალიზში და დაგეხმაროს რომ სხვა ტექსტები უკეთესად იკითხო იმიტომ რომ როგორც წესი წერია ხოლმე რთულიანით წერია დიქოტომიებზე და მეტაფიზიკურ მეტასტაზებზე და რაღაცეებზე რომელიც აი ძალიან უნდა გაინტერესებდეს რომ ბოლომდე შეყვე უფრო ავტორი ფლექსავს როგორც ახალგაზრდები იტყოდნენ ან კუნთებს გაჩვენებს რომ ნახე რა სიტყვები ვიცი და ნახე რა სიღრმეებს ჩავწვდი როცა ხშირ შემთხვევაში მეც კი მირჩევნია რომ რაღაც აი გზამაჩვენოს რომ აი ნახე ამას მიაქცია ყურადღება ნახე ამაზე იკაიფე ანუ ნახე რაღაცა აქისა და მე შენით უკეთესად кайფობ ესე იგი მე შემხვდა აქ წვიმს ეხა თუ მე მაქვს რაღაცა ესა დრო გონია რომ წვეთები მეცემა იმდენი ხანი წვიმს ნიკო დილიდან რომ შეიძლება მოჩვენებები დავეწყო ხო შემხვდა კრიტიკა ChatGPT-ს რომ აი ჩვენი მეგობრები თავიანთ სტუდენტებს ამონათებენ რომ აი ისა ესეთი ChatGPT-ს ვკითხე და ესე ამოაგდო არასწორი პასუხი ისა და შეამოწმეთ და რაღაც ესეთი ირონიული დამოკიდებულება იყო ChatGPT-სადმი ხო და მე რო ვიფიქრე ნიკო ესე იგი ChatGPT-ს ესე იგი ჩვენ ChatGPT-ს უნარები და მოქმედების აი შედეგები შეიძლება რაღაც გრაფიკულად გამოვსახოთ აი ჰიპერბოლა კუბური ფუნქცია ხო თუ აი ძალიან კარგად გამოხსოვს თუ თვითონ ავტორი არის მაგარი ტიპი რაც უფრო მაგარია ავტორი თვითონ ავტორი რა მომხმარებელი ვინც კითხვას უსვავს ChatGPT-ს მით უფრო კარგი შედეგი აქვს რაც უფრო სუსტია ანუ გრაფიკის მარცხენა მხარეს ხო მით უფრო უარესი შედეგი აქვს აი ზუსტად ესე იგი ეს ჰიპერბოლა გამოსახავს მაგ ამბავს და აი ესე ირონიულად რომ მოიხსენიებენ ChatGPT-ს და სტუდენტებს იმაშვებიან რომ აშინებენ არენდოთ და რაღაცა ეგრე არ არის ანუ შეამოწმე ამეცადინე არა ხო მაგრამ იტყუება ისე რომ თვითონაც არ იცის რომ იტყუება მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება დაგეხმაროს ეხლა ჩემ ერთ-ერთ დავალებაში მე ხო ლექტორიც ვარ აი პრობლემა ეგ არის ესეებს ან რაღაც ტექსტს ვეღარავის ვეღარ ავალებ იმიტომ რომ სულ ყველა ChatGPT-ს წერს თან მე თვითონთან სტუდენტიც ვარ სადოქტოროზე ვსწავლობ და იქაც ChatGPT-ს კი არა ვიხმარებ იმიტომ რომ ნუ ხელსაწყოა უფრო ადვილია რომ რაღაც შეიძლება იმის მეშვეობით გააკეთო ვიდრე მაგის გარეშე მაგრამ ამავე დროს დავალებაში მე ვიცი რაღაც ესე დავაწერინე რომ ChatGPT-ს გამოყენება შეგიძლია თქო, ნუ AI შეიძლება კლოდი ურჩევნია იმ ადამიანს ამ DeepSeek-ი. ოღონდ უნდა მიმითითო რა პრომპტი უთხარი. და ბევრმა ეგეც არ დაწერა, მაგრამ ინგლისურ ენაზე იყო ეს, იმიტომ რომ უცხოელებიც არიან სტუდენტები. ზოგს ეწერა ეს პრომპტი და იყო ის, რომ აი დავალება მაქვს ესა და ეს, რაც მივეცი და დამიწერე 800 გვერდი ამასთან დაკავშირებით. რაც არის, რომ რა თმინდა, ანუ შენ პრომპტი იმიტომ გითხარი, რომ თქვი, რომ აი ამის დაწერა მინდა, აი ამის ესე მინდა რომ დავიწყო და გავაგრძელო
ცოტა მეზარება და მოდი შენ დამიწერე და მე გადავხედავ. ან რაღაცას შეეკითხები, რომ შენი აზრით რომელია სამი მთავარი პრობლემა ამ კუთხით და მე შენი კაცის ტვინით იმას იზამ ქალის ხოდამებადან იყო. აი როგორც აკადემიურ წერაში არის, ხო რაღაც სტანდარტი არის დამოწმების და ციტირების და წყაროების მითითების. ალბათ რაღაც დრო დადგება დრო და რაღაც ნაშრომებში შეიძლება ჩართო ეგა რომ იყენებენ. ეგ დრო არის დამდგარი, ანუ აკადემიურ იმაში ვერ ვიტყვი რომ APA და რაღაცა როგორ ამბობენ Chicago style-ი, მაგრამ ამ წუთას არის ChatGPT-ის ციტირების ისა. შეიძლება თქვა რომ ეს აქედან მივუცით გეტყვის თვითონ ის როგორ უნდა გააკეთო. ხო. არა მე აი დაკვირებული ვარ ახლა მეც ხო მიკითხავს რაღაცეები და რომ შეშლია და იცქვიტად თუ ხარ და ჩასაფრებული ხარ და კრიტიკულად უყურებ ამ ამბავს, რომ გამოიჭერ ტყუილში და შეუბრუნებ კითხვას რაღაცას, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით და მეტი იმით დროის ხარჯვით, მე უკეთეს პასუხს გიბრუნებს. რაც უფრო ესე შედიხარ ურთიერთობაში, აი მაგალითად რაღაც პერიოდი მათემატიკაზე იმაშვებოდი. აი თუ არ არის წყალი. მეთქი რაღაცა მჭირს და ხო და მეთქი დამეწყო რაღაც არ ვიცი დრო მოვიდა როცა წვეთები მელანდება და დავინახე ვიზუალურად და უკვე ილოსთვის ნანიშნები მქონდა რომ იქ მოვიდოდნენ სანიტრები და გაგიყვანდნენ. მაგას მნიშვნელობა აქვს როგორ დაუსვამ შეკითხვას, რომ იგივე თუ გეტყვი რაზეა ლექსი მე დამთვარე კი არა მთაწმინდის მთვარე. ერთ პასუხს გაძლევს. თუ ეუბნები რომ აბიტურიენტი ვარ, ამის დედააზრი მჭირდება და რა ძირითადი თემები და კიდე რა უნდა ვიცოდე ამასთან დაკავშირებით, სულ სხვა პასუხს გაძლევს, აუ გეუბნება ეს თემა არის, ამას მიაქცია ყურადღება. მაგრამ კარგი რა არის რომ ამას თუ როგორც ხელსაწყოდი იყენებ და არ მიიღებ იმ პასუხს, რომ აისო პასუხი მიიღე, არამედ შეხედავ ამას, მე გადახედავ ლექსს და იტყვი რომ ოკეი, ანუ ხედავ ხვდები ახლა რატო მითხრა ესა. რაღაცა შეიძლება თქვა რომ იმიტომ რომ ხო არ იცის სინამდვილეში. ანუ ის რო გატყუებს, იმან არ იცის რო გატყუებს. ხო, რასაკვირველია. ჰალუცინაცია ქვია მაგას, მაგრამ ნუ რაღაცები უწერია და ხო, არა აქვს განზრახულობა რომ მოგატყუებს, არანაირი, ხო. მოდი დაუბრუნდეთ ახლა ხელოვნურ ინტელექტიდან გამოცდებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ეხა გვაქვს თან ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია, როცა არის ლაპარაკი იმაზე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაცვლად რაღაც სხვა ახალი სისტემა იყოს, სადაც მეტი წონა ექნება სკოლებში მიღებულ ნიშნებს ან რაღაცა, რომელიც მე ძალიან მაშინებს, იმიტომ რომ ეხა ბოლო 2 წელია უფრო ვადევნებ ხოლმე თვალყურს გამოცდებზე რა ხდება ერთიან ეროვნულებზე, იმიტომ რომ ჩემი შვილიც უფრო აბიტურიენტის ასაკს უახლოვდებოდა და ჩემი მეგობრების შვილებიც აბიტურიენტები იყვნენ და ანუ თქვათ შარშარო გამოვიდნენ მათემატიკის გამოცდა, ყველა ესე იყო რომ ეს რა მოვიდა, აი მე ღმერთო ჩემო ეს და არის ხოლმე ბევრი ჩივილი ამ ტესტების ადეკვატურობასთან ან რაღაცა ასე შემდეგ. მაგრამ მას შემდეგ რაც ეს გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი არსებობს, მე პირადად არ გამიგია არც ერთი შემთხვევა, როცა ვიღაცას ეთქვას, რომ ვიღაცამ ჩაწყობით მიიღო რამე, ან ვიღაცამ იცოდა და დაიჩაგრა, ან კორუფციას ჰქონდა იქ ადგილი. არ მომბობ რომ არ ყოფილა, ან იყო, მაგრამ მე არც მსმენია მსგავსი ბრალდება არასდროს. და არც დაუსაბუთებელი, არც დასაბუთებული და მგონია რომ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ხა რმად არ ჩამიხედავს, მაგრამ მაგაზე ლაპარაკი უბრალოდ არ არის. არის ლაპარაკი იმაზე, რომ ტესტი კარგი არის თუ ცუდი და მაგაზე ძალიან ბევრი არის ალბათ კიდე სამუშაო. მაგრამ მე როცა ვაბარებდი, კორუფცია იყო გამჯდარი მთლიანად თავიდან ბოლომდე სისტემაში. 95-ში რაღაცა ეგრე ხო, 96-ში შეიძლება. და რაშია საქმე, რომ კორუფციას ხშირად აღიქვამო ხოლმე. ჯერ იყო საბჭოთა სისტემით. თემები უნდა დაგეწერა. მოკლედ სკოლა გაძლევდა ატესტატს და მე მიდიოდი და კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში აბარებდი გამოცდებს. იმ ლექტორებს, იმ სასწავლებლის ლექტორებს. ნუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე სოციოლოგიაზე ვაბარებდი და ჩავაბარე ქართული წერა, ინგლისური და ისტორია. და გარშემო იყო როგორ ხშირად კორუფცია ბევრისთვის ასოცირდება ხოლმე მხოლოდ მექრთამეობასთან. და ეს იყო, რა თქმა უნდა, ხდებოდა, იყვნენ მექრთამეებიც იქა და რაც მათი სახელები ცნობილი იყო თავის დროზე, მაგრამ ეს იყო გაცილებით უფრო ღრმად გამჯდარი, იმიტომ რომ არ არის, შეიძლება ქრთამი არ მიიტანო და მე რომ მივიდე თქვა რომ ეს მიშა ჭაბაშვილის შვილი ან რაღაც და თქვათ ფილოლოგიაზე რო ჩამებარებინე, კორუფციის გარს არავის არ ვეტყოდი, ისე და ყველას ქონდა ეგეთი რომ ბაბუა თუ ყავს ვიღაცა, მამა თუ ყავს, დედა თუ ყავს, ნაცნობი და პატივისცემაზეა. სისტემა იყო ხარვეზიანი, სადაც შეიძლებოდა ქრთამის მიცემაც და პროტექციისაც ჩაბარება.
თვითონ სისტემა იყო, ამის საშუალებას იძლეოდა. და თან ანუ ეს რაღაცა ის არის თვითონ სისტემა როგორ აწყობილი, შენ და მე აბსოლუტურად წინააღმდეგი ვარ კორუფციის, მაგრამ იმ სისტემაში რომ მოვიდეს, თქვა მე რო ვიზრდე და შენი შვილი რომ მოვიდეს ჩასაბარებლად, არც პროტექცია და არც არაფერი მჭირდება, იმას მე არ ჩავჭრე. იმიტომ რომ ხება არ ხდება ეგრე. ეგ არის არ ვიცი პროტექციონიზმი რაღაცა რა ქვია, მაგრამ უფრო კლანური თუ ახლობლური თუ რაღაცა, ანუ არ მიჩვენე რომ არ უწოდე შენი შვილია და გავასწორებ და მიიღოს ნიშანი, რასაც მიიღოს. ხო, აი ეგ არის. უყურე როგორი რაღაცაა, ახლა შეიძლება ეს ახალგაზრდა მაყურებელი გყავდეს და არის მოდის. აი მაგალითად გამოცდას ფიზიკაში, ზეპირ გამოცდას, არა მარტო ფიზიკაში, ზეპირში სადაც იყო გამოცდა, ხო? აი ესეთი სისტემა იყო. იღებდი ბილეთს, მიდიოდი გამოცდილთან, ამ ბილეთებით პასუხობდი, ეკითხებოდა რაღაცებს და ნუ იტყოდა რომ ნუ კარგი ბავშვი ხარ და შენ გეკუთვნის, მაშინ იყო უმაღლესი შეფასება 5-იანი. თუ 5-იანი გინდა, კომისიის თავმჯდომარესთან უნდა მიხვიდე. ხო? კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის თავმჯდომარე უნდა დაგიწეროს. კომისიის თავმჯდომარემ იცის ხან ზოგი ან იმავე ფაკულტეტის დეკანი ან რაღაც ეგეთი ის არის. რამდენი სტუდენტი უნდა მიიღონ. ხო? შეუძლია როგორც თუ დაინტერესებულია და შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აი ეს სიტუაცია აძლევს საშუალებას, რომ თავისი ეს დაინტერესება რაღაცად მატერიალური მასში გარდასახოს. თუ დაინტერესებულია რომ დაგიწეროს მაღალი ნიშანი 5-იანი მაგალითად. და შენ შეიძლება არ ახარ ეგეთი რომ აღარ მიდიხარ კომისიის თავმჯდომარეს და შეიძლება არ ახარ ესე და 4-იანი დაგიტოვოს, ხო? 4-იანი შეიძლება არ ყოფნიდეს მე ჩასაბარებლად. უკვე ეძლევა შანსი. ან დაგიწეროს 4-იანი და ვიღაც თავის ტიპებს კონკურენტები ჩამოაშოროს, ხო? ან დაგიწეროს 5-იანი და შენ გაგიყვანოს. ხო, აი ეს არის, აი უყურე თეორიული ის არის, ხო? ესეთი ვირტუალური მაგალითი. სქემა, მაგრამ ხო ეს შესაძლებელია. არ მარტო შესაძლებელია, თეორიული მაგალითი არ არის, ეგ იყო სრულიად პრაქტიკული ყოველდღიური მაგალითი და იყო არაერთი, თქვა ჩვენ ერთ-ერთი ლექტორი გვიყვებოდა ესე მისაღები გამოცდაზე, როგორ შემთხვევით დაუწერე 10-იანი, ყველაფერი იცოდა. და რომ გამოვიდა მე მეორე შემოვიდა რომ არა ამისთვის 9-იანი უნდა დაგეწერა, იმიტომ რომ სხვა იყო გასასვლელი, 10-იანი სხვა იყო გასასვლელი და იგივე თქვა ზეპირი გამოცდა სადაც არის და ადამიანები სადაც ასწორებენ სუბიექტური სადაც არის მაღალი მომენტი, ნებისმიერ მომენტში შეუძლია რომ ჩაგჭრას ისე რომ ისეთი რაღაცა კითხოს რომ არ იცოდე 100% ვინ იცის, ან იგივე თქვა მე ერთ-ერთ გამოცდაზე რო გავედი ისტორიაზე, თავიდან დამიძახის მოდიახ და კითხეს, კაი ბილეთი მომივიდა, ვიცოდი ესა. დავიწყე პასუხი და უცებ გაიმართა წელშივეც და უფრო ხმამაღლა, ანუ იმან მე გამიშვებდნენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან ყველა ვარიანტში. მაგრამ ნუ თან ვიცოდი და იმან თქვა რომ ანუ ყველა კი არ უშვებ, ნახე ხა იცის ტიპმა და ისე უშვებ. ხო, ლეგენდები დადიოდა და ახლა ჩვენი ნაცნობები მონაწილეობდნენ ამ ამბავში, რომ აი იტანჯებოდა ხალხი აბარებდა წლობით სამედიცინო აი განსაკუთრებულად რთულად ჩასაბარებელი ფაკულტეტები. ეგ სწორი ახსენე, იმიტომ რომ მე ჩვენ ახლა ვამბობთ, მე რაღაცა სოციოლოგიას და ფილოლოგიას ვამბობ, ეგ იურიდიული და სამედიცინო იყო, სადაც იყო ესა ფული სადაც კეთდებოდა. 80-იანების შუა პერიოდში მაქვს ჩაბარებული, ხო? სამედიცინოზე იყო კოშმარი, წლები აბარებდა ხალხი, ჯარში მიდიოდნენ სპეციალურად, რომ იქიდან ესეთი იყო, იქ პარტიაში შესულიყავი და რაღაც ლიმიტით, ანუ რაღაც კვოტით წასულიყავი, რაღაც სტაჟი მოგეპოვებინა, რაღაც ჩამოგეტანა, რაღაც დამსახურება, რომ ცალკე იმაში გასულიყავი რა, კვოტაში, არა ზოგადში. ზოგადში, ნუ აი ერთი წაფორხილება, ერთი დაბალი ნიშნის დაბალს გასგულისხმობ. 5-იანი იყო. 4 გამოცდიდან 1 4-იანი ან 2 4-იანი ისე დაღუპე შემდეგ. ხალხი როგორ იცი ლექტორებს იცნობდნენ მოკითხვებით და მამა როგორ არის, დედა როგორ არის, აი წლები რო ჩამოდიან. ასევე იყო იურიდიულზე. ასევე იყო აი რაღაც ეს ახლა გუშინის ზოოლოგიანის კომისიაში რომ ბანზიმეებს ხუმრობდნენ, ისეთი ის იყო რომ ტიპი რომ ამ იმაზე აბარებდა იურიდიულზე პარალელურად შვილები უჩდებოდა და სახელებს რო არქმევდა იურიდიული და რაღაც ეგეთი. ჰაკული და ტეტი. მე მგონი ეგ ის არის ურბანული ლეგენდა, როგორც ამბობენ. ხო, რაღაც ესეთი ის არის იუმორი და ხუმრობა, ხო და მაგრამ ის დანარჩენი ყველაფერი ნაღდია, რომ წლები ჭირდებოდა და გეუბნები ესე იგი ჯარს მოიuliდნენ და რაღაც ესეთ იმას ბევრი წელი გავიდოდა და მე გახდებოდი სტუდენტი, ხო? აი უნივერსიტეტში იყო კიდე ჰუმანიტარული მიმართულებები, ისტორია. რატო იყო ეს ისტორიკოსები მიდიოდნენ ძირითადად მე პარტიული იმით.
იდეოლოგიური კუთხით. აბა მართლა ისტორია რო შეგესწავლა არ გამოდიოდა საბჭოთა კავშირში. იყო და რაღაც ის ანუ რასულელი უამრავი ესეთი ღირსეული ისტორიკოსი იყო, მაგრამ იყო ამიტომ, რომ რაღაც პარტიულ კარიერას იკეთებდი მე ამ იდეოლოგიური მიმართულებით, ამ პარტიული მიმართულებით. ხო, და ამ ფაკულტეტებზე ჩაბარება იყო კოშმარი. ნუ ეს რეპეტიტორის სიძლიერე მარტო იმით კი არ განისაზღვრებოდა, რამდენად კარგად იცოდა იმას საგანი და თვითონ ეს სასწავლო პროგრამა, არამედ როგორი წრე ყავდა ნაცნობობის. და საერთოდ ის იყო რა, პერსონაჟი იყო ისა კომისიის თავმჯდომარე, რომლის ტელეფონის მოპოვება მთელი ის იყო რა, ბლატის ნიშანი იყო, რომ შენ სადღაც მიმღები კომისიის თავმჯდომარის ტელეფონის ნომერი, ისიც სპეციალურ მიმეებს თადარიგს იჭერდა, რომ ესე იოლად ვერ ეპოვათ და რაღაც ვერ ეკნათ ეგეთი. ნუ წარმოუდგენელი ის იყო. ხო, მე უყურე სკოლასაც ქონდა იგივე ბერკეტები. სკოლას შეეძლო შენ იქიდან აი სიტყვაზე დაბალი ქულით გაეშვი, ან ოქროს მედლით, ან რაღაც იმით და ასევე შეღავათი ქონდა. მაგალითად, ოქროს მედალზე თუ დაამთავრებდი, ახლა უყურე ისა მათემ ოქროს მედალზე დაამთავრა და რომ გავიკითხე ხო, რაღაც ბევრმა ბავშვმა დაამთავრა რა, ქალაქში 100-ზე მეტმა ხო და ჩვენს დროს ესე არ ხდებოდა. მაშინ დაინტერესებაც იყო როგორც ჩანს და ახლა ეგ დაინტერესება არ არის. აი თუ კარგად სწავლობს, არავინ არ ცდილობს რომ ეს ასე ვთქვათ, მაინც და მაინც ფეხი დაუდოს და წარწვეს, იმიტომ რომ აზრიც არ აქვს არანაირი. მაშინ ქონდა, იმიტომ რომ მაგალითად იქ სამედიცინო ან იურიდიული რო გავიხსენეთ, სადაც ნუ კოშმარი იყო ჩაბარება, 4 გამოცდა. 4-ჯერ უფრო რთული იყო ჩაბარება ოქროს მედალოსთან და იმიტომ რომ ოქროს მედალოსთან ერთ გამოცდას აბარებდა. ხო და კიდევ სკოლასაც ქონდა ეს მერიტოკრატია არ იყო, გამოცდა არ იყო ის, რომ თუ კარგად ისწავლი ჩააბარა. არ იყო საკმარისი. ანუ კარგად უნდა გესწავლა, ალბათ გააჩნია ხო რომელი წელია თან სამედიცინოს და იმაზე, იმიტომ რომ სხვაებიც იყვნენ, უნდა გესწავლა კიდევაც, მაგრამ თუ პატრონო იყავი, ძალიან გენიოსი უნდა ყოფილიყავი და მაშინაც შეიძლება დაჩაგრულიყავი. ხო, აი ძალიან ესეთი ტანჯვის, წვალების და ხანგრძლივი დროის ბევრი დროის დახარჯვის შემდეგ ხდებოდნენ სტუდენტები. ისი არ იყო, მოკლედ, თუ ბოლომდე აწვევი თუ მაგარი ხარ და ის რაღაც 2-3 წლის მერე ალბათ ჩაგაბარებინებდნენ და არ ვიცი ან ამოსი შეაწუხებდათ და ან რაღაც მსგავსი. მე მგონი ახლა შენი მიკროფონი გაითიშა. არა? კი, გაითიშა ჩემი მიკროფონი, ახლა შევაერთებ და ვნახოთ მუშაობს თუ არა. ხო, მე გავაგზელო ამასობაში. ჩემი ხმა ისმის როგორად ყოფილა? ძალიან კარგი. ხო, მოკლედ და დაუბრუნდით ეთერში. ხო, როგორი ის იყო, არ ვიცი, რა ესეთი ვნება იყო, აი ჯუმბერ პატიაშვილსაც აქვს თავის მოგონებებში, რა მასშტაბის ვნება იყო ამ ის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების. რამდენი სტუდენტი ყავდა, ახლა ზუსტად ადრეც გვაქვს მე მგონი ამაზე რაღაც გაკვირით შევეხეთ. რამდენი 1000 სტუდენტი ყავდა, რამდენი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა და აქ რა ხდებოდა ამ კორუფციის თვალსაზრისით და ამ დიპლომის მოპოვების თვალსაზრისით. მაგრამ ხო საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით, ასევე რუსეთის და ამ მოკავშირე რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში. მოკლედ, აქ ვინც ვერ აეწყობოდა რაღაცნაირად, მიდიოდა მე რუსეთში და იქაც იგივე ამბავი და ესეთი მაგალითი მოყავს ის რომელიღაც რუსეთის რომელიღაც ქალაქის პოლიტექნიკურ სასწავლებელში რაღაც ტორფის მოპოვების რაღაც ესეთი ის იყო ფაკულტეტი თუ რაღაც და იქ ძირითადად საქართველოს სწავლობდნენ და ახლა ეს ტორფი და რამე ახლა არ მიაქვს საქართველოს არანაირ რა ტორფის მოპოვება არ ხდება ესეთი სამრეწველო მასშტაბებით და ის მაგრამ ნუ იმ დიპლომს მე რაღაცაში იყენებდი ხო და ბოდიში რომ ჩაგეკითხე თუ შეიძლება შენ საერთოდ ტორფი რა არის ვიცი რომ მიწაშია რაღაცა და ნახშირია თუ რა ხო აი რაღაც პრენახშირი რაღაც ეგეთი ის არის რა ჭაობიან და ისეთ ადგილებში არის რომელსაც მე გამოიყენებ აი ის არ არის ჯერ გაქვავებული არ არის და რაღაც ხო და ჭაობი რაც ქონდა ამოვაშრეთ აღარ დაგვრჩა იმდენი კოლხეთში ის ხომ მაინც ხანა იჭაობებ ხო მოკლედ რა ხო ესეთი ამბავი იყო რომ და ისა შორენა ლებანიძეს აქვს გადასარევი წიგნი აი მგელბახიანებზე სამედიცინო უნივერსიტეტის ინსტიტუტის რექტორი რო იყო ძალიან გახმაურებული კორუფციული ამბავი და აი იმას წიგნს თუ წაიკითხავ იქ მიხვდები რა მასშტაბის რა თანხებზე იყო ლაპარაკი და რა კავშირებზე და ნუ წარმოუდგენელი ამბავი იყო ეს ისა სამედიცინო განსაკუთრებით ეს სამედიცინოს ის იყო რექტორი იყო და მინისტრის დონეზე იყვნენ ჩართული და იცეკას და მთელი ამბები იყო
ხო, რაც ახლა ეს სიგიჟეა და წარმოუდგენელი ამბავი ხა დღეს შეიძლება აღარ შეეროდეთ. იმდენად გაამართლა ამ ერთიანმა ეროვნულმა გამოცდამ, რომ საერთოდ თვითონ აი შენ რო ამბობდი, რომ არ შემხედრიაო ესეო, რომ ახლა რაღაც მაგალითი შეიძლება იყოს, რომ ვიღაცა სადღაც გაზურა და რაღაც ისეთი გააკეთა, მაგრამ როგორც წესი არა, იმიტომ რომ თვითონ სისტემა ისეთი გამართული, რომ ძნელია ეს და მით უმეტეს ძნელი არის, რომ ამას მიეცეს სისტემური სახე, ხო? ხო და ის სკოლებსაც ჰქონდათ ეს ბერკეტი, რომ რაღაც ესეთი არაწესიერად გაეკეთებიათ და რაღაც ხელი მოეთბოთ და თვითონ უმაღლეს სასწავლებლებსაც. ხო და ანუ მე მეშინია ზოგადად როცა ანუ ერთი მხრივ მესმის იმ ლოგიკის რომ სკოლის ნიშანსაც რაღაც ფასი უნდა კონდეს, იმიტომ რომ ამ წუთას არ ვიცი რა ნიშნებზე დაამთავრებს სკოლას დიდი მნიშვნელობა მაინდა-მაინც არ აქვს, თავარია ერთიან ეროვნულ გამოცდებში რას მიიღებ, მაგრამ მეორე მხრივ არის დიდი საშიშროება იმისა, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, მაგრამ არა მარტო რეგიონების სკოლებში, რომ სადაც არის ბევრი არაკეთილსინდისიერი დირექტორი, სადაც რავი მე ხსმენ ბაღებზე ხსმენია, რომ ბავშვები საჭმელს იპარავს ზოგი და ზოგი მით უმეტეს როცა სკოლებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, აღარ გავშლი მაგ თემას, მაგრამ გასაგებია რატომაც იქ ვინ რა სტატუსი დაწერა მაგის გამო შეიძლება მოსაფიქრებელია. თუ ამ სისტემას არ ღვევ, რომელსაც რა ვიცი, არაფერი დაეწუნება და ახალი უნდა შექმნა, უნდა გაითვალისწინო იმის წინა სისტემის გამოცდილება, რომ ის სრულიად არ ვარგოდა და უარგისია. ხო, ანუ სისტემა შეიძლება ძალიან ტესტებზე საქნა რო ანუ არ ვარგოდა, ცუდი იყო რაღაცა კი ბატონო წონა კონდეს სკოლის დიპლომსაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რაღაც მე წლების განმავლობაში კიდე იმას შვება. ხო. იმიტომ რომ იგივე, თქვა სკოლასაც, რავი, რატო არა აქვს მნიშვნელობა რეგიონები ვახსენე და ბოლო რამდენი წელია პირველი, მეორე, მესამე ბავშვები ვინც არიან ხოლმე, ყველა ზოგი სოფლიდან არის, ზოგი პატარა ქალაქიდან არის. ჩვენი სკოლა მაგალითად ხო რეიტინგებს ადრე ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას, ადრე რადიო რო ვიყავით ამ იმას დილის პროგრამაში შეენც და მგონი ლულუსაც, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო, ან მე შედეგები ქვეყნდებოდა და სტატისტიკაც აცნობდნენ საზოგადოებას, ვაქცევდი ყურადღებას, შეიძლება შენს ეთერშიც მომისმენია და სადღაც ამეკითხავს სკოლების რეიტინგი, აი რომელი სკოლის მოსწავლემ რამდენი ქულა მიიღო და რამდენი ასეთი ყავდათ და მე რაღაცნაირად ეს ფორმულით გამოყავდათ რომელი სკოლა პლუს და აი ჩვენი რუსთავის ჟიურის არტავას სახელობის მეოთხე სკოლა ყოველთვის ესეთ იმაში იყო. ახლა მე რო გავიკითხე და რაღაცა ხო იქ შეიძლება დირექტორი იყოს მკაცრი და ფილტრავდეს და ეს ცუდი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს რაღაცნაირად არიღებდეს სკოლაში და ფილტრავდეს რაღაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ისე რომ მე კაი აკადემიური ის კონდეს, მოსწრება კონდეს საშუალო და რაღაცა. ნიკო რისკი მანდი ის არის, ბოდიში დავამთავრებ, რომ იდეალური სისტემა არ არსებობს. მე ვთქვა აი ქართულთან მქონია შეხება ხოლმე და ამერიკული ვიცი ხოლმე, იმიტომ რომ ახალ ამბებს და რაღაცებს იქაურ იმებსაც და იქაც უამრავი პრობლემაა, რომ რაღაცა ვთქვა პროგრამა არის No Child Left Behind, რომელიც შემდეგ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს სკოლებს, რომლებიც სკოლებს შეიძლება სწორედ ეგრე არ აწყობდეთ, რომ ვიღაცა ნიშნების საერთო სურათს აფუჭებდეს, ან პირიქით არ აწყობდეს, რომ ვიღაცა ჩარჩეს კლასში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე რა დაფინანსებაზე აისახება, ამიტომ გადაყავთ ვიღაცები, ვინც არ უნდა გადაყავდეთ. მოკლედ, იდეალურად აწყობილი არაფერი არ არის, ეგ არის პროცესი სულ. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით მაინც პროცესი სტაგნაციაში შეიძლება იყოს გადაზრდილი და განათლების მინისტრები ხშირად იცვლებიან ისე რომ შეიძლება კონკრეტული შედეგი რაღაცა ისეთი არ იყოს ნაჩვენები რომ რა არის წელს უკეთესი რაც შარშან იყო და შარშან რა იყო უკეთესი რაც შარშან წინ იყო. იმიტომ რომ რაღაცის ცვლილებას ყოველთვის ჭირდება ხოლმე რისკი ახლავს თან. სიახლე არის. რომ რაღაცა თქვა მოიფიქრე, გადაწყვეტე რომ ეს დანერგო და შეიძლება არ გაამართლოს. ანუ 100%-იანი ის არ გექნება არასდროს, გინდა ქართული ოცნება იყოს, გინდა ნაციონალური მოძრაობა, გინდა მე ვინც იქნება, მაგრამ შემდეგ ყოველთვის იმას ცდუნება რომ არაფერი არ ქნა. იმიტომ რომ რისკია მაინც რა, ცვლილება შეიტანა ვიღაცა უკმაყოფილება. მაგრამ მე ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არც მიკვლევია მართალი გითხრა, მაგრამ ამ მოქმედ სისტემას რას უწუნებენ, ესეთი დიდად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ შემხედრია. ხო, აი რა რის გამო რომ სიტყვაზე წინა ხელისუფლების მოფიქრებული და ის არის შექმნილია, აი რატო უნდა შეცვალო? არ ვიცი, კაი მოფიქრებული მათია, მაგრამ მე ამათი ახალი ხელისუფლების თუ რა ვიცი, ამ ხელისუფლების უფრო მეტი ხანი ქართული ოცნების პირობებში იყო ეს სისტემა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, არა? ხო, არ ვიცი, ხო, რატო უნდა ისაქნა. ხო, მოკლედ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება და ალბათ წკიპზე რო იქნება, მე რაღაც არგუმენტები უფრო
მეტი წამოა. ნიკო, რისი კითხვა მინდა? ჩემს მოწაფეობის დროს და აბიტურიენტობის დროს ძალიან ესეთი ძლავრად იყო რეპეტიტორის ინსტიტუტი გავრცელებული. ახლაც არის, ხო, ჩემი ბავშვებიც ემზადებოდნენ, შენიც. ყველანი არ არის ბევრი რა. ხო, რისი ნიშანი არის? რატომ ვერ მოხდა ისე რომ სკოლაში მიღებული განათლება, სკოლაში მიღებული უნარები და ჩვევები იყოს საკმარისი უმაღლეს სხვაგანაც ასია, ინგლისშიც ასია? არა, მაგრამ ბევრგან არის ეგრე, ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი კვლევის საგანი, რომელიც ხალხი იკვლევს მაგას. ჩვენთან განათლების სისტემის ნაწილია ფაქტობრივად. ხა ეს არ არის რაღაც ერთეული და ეს არის აი სისტემის ჩვეულებრივი წონასწორობაში მყოფი ესეთი ელემენტი. მაგრამ იცი რა არ ვიცი კულტურის ნაწილიც არის. ეხლა ეგ შენი სფერო არის, აქეთ ბურთს დაგიბრუნებ, მაგრამ კომაროვში თუ სწავლობ, ან ვეკუას, ანუ კიდე რომელიმე სპეციალიზაციის კიდე სხვების სახელი, კიდე გჭირდება ვიღასთან მომზადება, რომ კარგად ჩააბარო, იქა, იმიტომ რომ იქ ვიცი, რომ რა და მათემატიკას ესე მათრახით შეიძლება არ იყოს სწორი, მაგრამ მკაცრად და მომთხოვნად ასწავლიან და მე ვთქვათ ამ კომაროვზე ვიცი, კომაროვი ქვია ისე. კომაროვი, ხო? არ ვიცი, ახლა ბრენდია და ალბათ არ შეცვლილი. ხო. რო წესით ახლა მე-11 კლასელმა ბევრად უკეთესად იცის მათემატიკა, ვიდრე ბარეორმა მის ხელამდე კიდე უფროსმა საქართველოში. კიდე რაღაცა ჭირდება. ალბათ მაინც რომ იცოდე ტესტის სპეციფიკა, მაგრამ ვთქვათ ნაკლები მომზადება დაგჭირდება ალბათ უფრო ტესტის გაცნობის თვალსაზრისით, ვიდრე რამე სხვა. ხო, არ ვიცი, ახლა მე თვითონ ისა კომაროვში და არ მისწავლია ეს სპეციალიზებულ სკოლაში, მაგრამ ჩემი კურსელები იყვნენ და მე მგონი ისინიც ემზადებოდნენ, მაინც ემზადებოდნენ. იქ ჩვენს ფაკულტეტზე, ფიზიკის ფაკულტეტზე იქ კორუფცია და რამე არ ყოფილა, იქ მართლა ესეთი იყო, თუ რამე იცოდი და რაღაც ნიჭი ქონდა და რაღაც შრომის უნარიანობას ავლენდი, აი ყველანაირად ხელს გიწყობდნენ და გადასარევი, ფანტასტიკური სპეციალისტებიც იყვნენ, მათემატიკოსები და ფიზიკოსები და გადასარევი პედაგოგები. უშუალოდ ფაკულტეტზე. ფაკულტეტზე ხო და რისი თქმა მინდა. ანუ მეც ვთქვი რომ მეც ხარ როცა კორუფცია გახსნი მისაღებზე იყო ლაპარაკი და არა თვითონ ეგენი იყვნენ მისაღებზეც ძირითადად, იმიტომ რომ ხო გეუბნები დეკანი იყო ჩვენი მიღები კომისიის თავმჯდომარე, ვაშაკიძე იყო. ხო და მე თუ შტაბეჭრება დავტოვე ჩვენთან სოციოლოგიაზე კორუფცია იყო? არა, ხო და რას ვამბობ, იცი, აი აღარ მახსოვს ბევრი დრო გავიდა, ჩვენი კურსელები, გადასარევები, ძალიან მწოდნეები, რამოდენიმე მე მგონი ჩვენს რომელიღაც ლექტორთან ემზადებოდა. მაგრამ ხო გეუბნები, ზედმეტი არასოდეს არ არის, ახლა როგორი რაღაცა არის, იცი, გამოცდების ჩაბარება მაინც ძალიან სპეციფიკური რამე არის. როგორ გითხრა, მხოლოდ ცოდნის დემონსტრირება ეს არა, იმ მომენტში როგორ ხარ ფორმაში, რამდენად ხარ ფსიქოლოგიურად მომზადებული, იმ დღეებში, წინა პერიოდში, 6 თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში რამდენად კონცენტრირებულად მუშაობდი, იმიტომ რომ ზოგადად შეიძლება კარგი ტიპი ხარ, მაგრამ იქ რაღაცა ისეთი შეხვდა და თუ იმის სპეციფიკა არიცი, როგორ არის ბილეთები შედგენილი, როგორ არის სამი ანუ ჭირდება ყველა ვარიანტი. მე ვთქვათ, ინგლისური კარგად ვიცოდი, იმდენად რომ ვთქვათ, TOEFL-ს როცა ვაბარებდი, არ ერთი ვნახე რა ტესტი იყო უბრალოდ და იქ საკმარისი იყო, მაგრამ GR-ის როცა ვაბარებდი, GR-ი ერქვა ხო, რომელიც ასევე უფრო რთული TOEFL-ით არის, იქ ვემზადებოდი. ანუ და მე ნორმალური შედეგი მქონდა, მაგრამ ესეთი რა ძალიან ტოპიც არა, იმიტომ რომ რთული იყო და რაღაცები უნდა იცოდე რა. ხო, რატო არის იცი ახლა განა ისა პრინციპში აი განა მხოლოდ უარყოფითი მხარეები აქვს, ხო? უამრავი ისა პლუსი აქვს, ხო? ამ იმას ფორმაში იდგები და ხო ვიცით ჩვენ რომ მოჭადრაკეები, დიდოსტატები ასევე ქირაობენ სხვა დიდოსტატებს და იგივე რეპეტიტორის ამბავში არის ნუცხნელი და აი როგორ უნდა აწყობთ, რომ ახლა მე რო წარმოვიდგინე მასწავლებელი რო ვიყო ჩემი ფუნქცია რა არის? მე თქვა მე-10 კლასში ვარ, რომ ტესტისთვის მოვამზადო ბავშვები თუ რაც ქართული ენის და ლიტერატურის სიყვარული ჩავენერგო, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული რაღაცებია. მე შეიძლება უცებ გამეხსნას, ანუ რაღაც თავისუფლება ხო უნდა მქონდეს, როგორც ის იმაში რობინ ვილიამსი, რომ რაღაც ეხლა ეს ლექსი წავიკითხეთ იგრძენი და ბოლოს ხაბიტურინდი რომ ხარ იგრძენიზე არა ხარ გადასული არის, რომ ცოტა ხანში ისამაკ ტესტი მაგ დასაწერი და ყველაფერი ყურადღება მაგისკენ უნდა იყოს მიმართული. ამიტომ გასაგებია ეს რატო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იგივე ქართულის მასწავლებელს რაღაც თავისი ის კონდეს საშუალება, რომ ცოტა გავიდეს პროგრამიდან და ცოტა თავისი რაღაცას ცადოს და კითხვა შეაყვაროს და აზროვნება და ასე შემდეგ.
მეორე მხრივ ბოლო კლასებში რამდენად სადმე ვინმე ბოლომდე დადის და გაკოთილებს ესწრება, ეგეც მასწავლებელზე არის დამოკიდებული. ხო. და ეს მინუსი ალბათ ყოველ შემთხვევაში ჩვენ დროს ამ იმის რეპეტიტორობის ის იყო, რომ ყველას არ ქონდა ამის საშუალება, ხო და ვიღაცა იჩაგრება. არა, ძვირია. ხო, ძვირია, ძალიან ძვირი არის, კი. ძვირია, ხა ჩვენ ორი ბავშვი და რაღაცა, ეს სერიოზულად დაგვაწვა. არ ვიცი რაღაც იმით ამით იქიდან ის კრედიტი ის და რაღაცნაირად გავუმკლავდით. ხო, და ყველას არ აქვს მაგის საშუალება ერთი და მეორე ხა მე და შენ ის გვაქვს ფუფუნება, რომ ბევრ ადამიანს რო იცნობ ზოგიან დაგეხმარება და ისე გააკეთებს, ან თქვათ იცი ვისთან არჩევნის საშუალება გაქვს, რომ ან თქვათ აი ამასთან მომამზადო თუ იმასთან. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არ აქვს მაგის საშუალება, ვინც იაფია იმასთან მედიხარენ, შეიძლება შენ გარშემო არც იყოს მაინდა-მაინც არა. და აი ალბათ ეს თვითონ სისტემა ეს ტესტებიც და ისიც რაღაცნაირად გათვლილი უნდა იყოს და მე მახსოვს რომ ადრე ესე იყო აი ზოგადი უნარები განსაკუთრებით ეგ იყო რომ შეიძლება რაღაც აი იმ მომენტში რაღაცებს ვერ გლიჯავს და რაღაცა ის არ იცის ყველაფერი ისე მაგრამ ავლენს ისეთ უნარებს რომ მისგან გამოვა სპეციალისტი მისგან გამოვა რაღაც ისა ინჟინერი ან ექიმი ან რაღაც ესეთი და არ უნდა ისა გარიყონ და არ უნდა კრან ხელი იმის გამო რომ სიტყვაზე არ ქონდა ის ან გარემო არ იყო ისეთი რომ რეპეტიტორთან მისულიყო ან უბრალოდ მატერიალურად არ შეეძლო. ამაზე უნდა იფიქროს სისტემამ. ხო, რო ის არ იყოს რომ ციკლი რომ კარგ ნიშანს ვერ იღებ, იმიტომ რომ რეპეტიტორთან ვერ არის, იმიტომ რომ ფული არ ქონდა და მე დაფინანსება არ აქვს, იმიტომ რომ ფული არ ქონდა და ყველაზე უფრო შენ გჭირდებოდა და ხო, თან გვაქვს ახლა რაღაც ტრადიციებია ყველაფერი და სულ იყო ეს რომ სიტყვაზე სისტემა ცდილობდა ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის რაღაც ესეთი გაეკვალა და მიეცა შანსი. თუ ადგილობრივ სასწავლებლებში და თუ უცხოეთში გაგზავნის თვალსაზრისით. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, და ესე მოუფიქრებლად და რაღაც უბრალოდ ის რომ დაუბრუნდეთ წინის წინა სისტემას, ხო, იქ ხო გეუბნები იქ დარწმუნებული ვარ თვითონ პედაგოგები უმეტესობა ახლა ყველგან არის ფეთვი ყველგან გამოერევა, მაგრამ თვითონ არ იყვნენ ცუდი, მაგრამ სისტემა იყო ეგეთი და ესეთ თამაშის წესებს გთავაზობ და ესეც ცუდი არის, ახლა ცუდ გარემოში რო ხვდები და ცუდი რომ უნდა გახდერო, სიტყვაზე ეგ ჯარში ვიყავი, ყველას ჩაგრავდა და მეც ჩაგრავდი. არის არგუმენტი, მაგრამ ახლა რამდენად ის არის, ხო? ეგეთი რაღაცა არის ესეც, ხო? თვითონ სისტემა არ უნდა იყოს მანკერი, რომ კარგი ადამიანი, კარგი პედაგოგი რაღაც იმ ფერხულში ჩართოს და თვითონ სული წაიწმიდოს და ბავშვებმა კიდე იზარალონ და რაღაც ცხოვრება გაიფუჭონ და ვერ შედგნენ კარგ მოქალაქეებად და კარგ სპეციალისტებად. ხო, ერთიც იცი რა არის, ადრე იყო, აი იმის გამო რომ აი ესეთი იყო, ვინვის აჯობებდა იქ, ვიღაცას ჩამწყობი ყავდა, ვიღაცას პატრონი ყავდა, ძალიან გულის ამაჩუყებელი იყო ამ პედაგოგების ურთიერთობა აბიტურიენტებთან. აი ჩემი პედაგოგები, ხო, განსაკუთრებით მათემატიკის მაღაროსთავში ყველამ და მე მგონი მათ ჩემი თაობის ყველამ იცის მერაბ გორდეზიანი როგორც კიდე აიწყებოდა გამოცდები თვითონ იქ ეს თავისი ეზოში სადაც ის სამეცადინო ოთახი ქონა მოწყობილი თავის ავტომობილში იჯდა და ელოდებოდა სიგნალს თუ რაღაცა საბრძოლველად გასაპროტესტებლად ის და ბოლომდე შენთან იყო რა მეორე ლექტორიც ხო ისიც სულ ხაზზე იყო ის აბიტურიენტი ის რეპეტიტორი ზერეთელი ლევანი ხო ну ეს იყო რომ რაღაცნაირად რას ვარ თვითონ სისტემა იყო არაჯანსაღი რომ სიტყვაზე პედაგოგს ჭირდება რაღაც თავშოთ ასე ნიჭიერი მოსწავლის დაცვა რომ ვიღაც სხვა პედაგოგებმა არ დაჩაგრონ და არ ეგეც არის ხო და თან ახლა ისიც ხაზგასასმელია ძალიან ბევრი პედაგოგის თავდადება რომელიც ახლა ჩემ შვილთან დაკავშირებით ჩემი თვალით ვნახე რომელიც ისე თავისი დროით და თავისი ენერგიით ეუბნება ბავშვებს რომ აღარა ვარ თქვენი მასწავლებელი მაგრამ მოხვალ აქ და მეცადინებ და ჩამაბარებ მერე და ანუ თან ისე 15 წუთიდან 9 საათით არა რო ფიქრობ რომ რაღაც მაგალითს ავიღებ მე მეც აქედან რომ ვიღაც ხვის ბავშვს გადავყვა როცა არ მევალება საერთოდ ხო აი მე ვფიქრობ რომ აი ესე იგი პედაგოგობა ურთულესი პროფესია არის იმიტომ რომ ითხოვს საგნის ძალიან კარგ ცოდნას მე პედაგოგიურ უნარებს რომ დარწმუნება გაგება იმიტომ რომ ეგრე არ არის რა ეს ცოდნის გადაცემა არის ურთულესი რაღაცა ხო
ურთულესი რაღაც არის და მესამე კიდე რაღაცნაირად ეს ქიმია რომ მოხდეს მართლა უნდა გიყვარდეს მოსწავლე და ისა და ეს სამი კომპონენტი ერთად წარმოუდგენლად აი ახლა მაგალითად კარგი ინჟინერი ავისთვის არის მორტალი ტიპი ეგეთი რომ გული ერევა ყველაფერს მივა და გააკეთებს იმას და წავა სახლში და მერე იქ ოჯახის წევრებს მოუშლის ნერვებს ვინმე კონკრეტულზე გაკეთებია ხო და იმას აქვს ეგ ფუფუნება რომ იყოს ეგეთი და პედაგოგი ვერ იქნები კარგი რა ეს თუ ეს არა გაქვს რაღაცა თუ არა გაქვს ხო ნუ ახლა თუ არ გიყვარს ბავშვების სიტყვაზე ხო ახლა 24 საათი და ცოდნა უნდა გადასცე რა ვიცი აი ამ სიყვარულის გარეშე ხო მესმის რომ აი ახლა დიდობაში სიტყვაზე ლექციას შეუძლია ანუ ბევრი მინახავს ეგეთებს ხო არა ხო ესე მოვალეობის მოხდის მიზნით თვითონ კეთილსინდისელა წაიკითხა დაიხარჯა ბოლომდე წაიკითხა ლექცია ვერ გაიგე კარგად იყავი რა ხო ასეთი მიდგომაც ხო არის არა ერთი მინახავს ეგეთი უნივერსიტეტშიც და სკოლაშიც მაგრამ ამ წუთას ისე ვქენით რომ ბევრი ეგეთია ყურადღება გავამახვილეთ იმ ხალხზე ვინც არიან თან სკროლავ აქ ჩვენ წინა ვიდეო ვიპოვო რომ ის ვქნა კომენტარები წავიკითხო რამდენ საინტერესო რაღაცას ვდებთ ხოლმე YouTube-ზე არის სრულიად გადასარევი რატო ეძებ ეგრე ვრცუდად იმიტომ რომ არ ვიცი რატო იმიტომ იმის ნაცვლად რომ ჩამეწერა განკითხვის დღე რადიო თავისუფლების გვერდზე შევედი და ჩამოვსკროლე და არ დამთავრდა არასდროს იმ მედია მონსტრი ვართ ნიკო ჩვენ მედია მონსტრი ვართ ნამდვილად და თუ არა გაქვთ გამოწერილი არხი smash that subscribe button ხო და სკენით ესე იგი კომენტარები წინაზე რაზე გქონდა ლაპარაკი ან ზიხარანი მზადები ხო ციხეში ხო ნუ ესე იგი ეგ ამბავი არ თავდება ესე იგი კაი მასწავლებლებზე იყო ლაპარაკი და გერთიანა ბეკიშვილი გვიწერს კომენტარს რომ ჩამოვჯექ იმ დღეს თქვენ საყურებლად მივიდე ჩაიდან ნინოს ისეთის გამომცხარი ნამცხარი და დაიწყო გადაცემა და თქვენც იგივენაირი რაღაც გიდევთო და მე რო თქვით რომ ნინომ გამოგვიგზავნა მივხვდი რომ მსგავსი კი არა მე ზუსტად ეგ ნამცხარი მედო მაგრამ ნამცხარზე ბევრი ვილაპარაკეთ იმიტომ რომ შესახედავად ანუ კარგად შეიხედებოდა მაგრამ რომ მოკიდებდი ხელს კიდევ უფრო სხვანაირი იყო მაფინთან უფრო ახლოს იყო ვიდრე ეგეთ ნამცხართან მშვენიერი იყო ხო და მოკლედ ჩვენც გქონდა და თეონასაც გქონდა და რამდენი აცხოდა არიგა თქვენთვის შენთვის მომინდია ამის განსაზღვრა გონია რომ მკითხველო მე ადრე ვიყავი განებიურებული შიოსთან მორიგეობის დროში მოდიოდა ხოლმე ყოველთვის მოსულდებოდა ხო შემოყოფდა თავს რომ იქ რაღაც ხაჭაპურია ხო არ გინდა და არ მინდა არა ვეკოსი არ მაშინ კი მინდა და ნინოც მოგწერა აქ რომ სამსახური მაინც აღარ მექნება მალე და ნამთხრების ხოვა რომ დავიწყო მგონი რეკლამა უკვე მაქვსო რეკლამა ჩვენზე იყოს რეკლამა არა იმიტომ რომ ის არის სიმართლის ღაღადება ღაღადისი ესე იგი ჯენერიელომ ქორიძე დაინახა რუსთაველზე მუშაობდა მეთქი მივალ ვეტყვი ჯიმიდან იყო დაგცნობ თქო მაგრამ მაზალოდ გამოდიოდაო არ იყო საჭირო, არ იყო, ნუ წასხალისებთ ქორიძეს. არა, ისეთი ის ამპარტავანი ტიპი არის, მე აქ მოვა და სალამს არ გვეტყვის და. მოდის ხოლმე, ასე რომ მე როგორც პროდიუსერი, არა ვარ წინააღმდეგი რომ იყოს, მაგრამ გააკეთე მაშინ პროდიუსერული საქმე. ივანე გოლიაძე გვეუბნება რომ ის ხიდიო ნაცაკანოვის ხიდი. დღეს თუ არ ვწდები, ან მცხეთასთან ან სოფელ დიღომში ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება გადაიტანეს მე. არა მგონია. მე არ ვიცი. მცხეთასთან არის ის აი პომპეუსის ხიდს რო ეძახიან და სინამდვილეში რო არ არის პომპეუსი. არ არის პომპეუსი. მე მთელი ცხოვრება მეგონა რომ პომპეუსის დატოვებული ხიდი იყო და ამის რამდენიმე წლის შენ გეწერა თუ ის წერა აღმოჩინა მეთქი. ნიკუშა ჩივის ვარ შეიძლება რომ ცოტა დიდხნიანი გადაცემა ჩაწეროთ 39 წუთი რა არის 39 წუთი არის 40 წუთი და კაი დიდი ხანია. ერთი ეს. მეორე ნიკო ჯიმი ალაპარაკე გემრიელად პოლიტიკურ საკითხებზე რატო ზღუდაო. კომპლექსდება და მე ბოდიშის მოხდით ორი სიტყვასაც ვერ ვიწყო უცებ ამბობსო. არ არის ეგრე არა ნიკო. არანაირად. 40 წუთი ცოტა როგორ არის რაგბის ერთი ტაიმია. რაგბის ერთი ტაიმია სამშობლოსათვის თავის გაწირვის სრული საშუალება გაქვს 40 წუთში. რო დადო როგორც იტყვიან ჩვენი კომენტატორები, დადო ყველაფერი და ისტორია დაწერო. ისე როდემდე უნდა წერონ სპორტსმენებმა საქართველოს ისტორია ნიკო. რო ჩვენი ტოფურია სუყურე. ვერ მოასწარი ხო ნიკო? არა, ვერ მოასწარი ხო. სანამ ჩარტე უკვე ის იყო დამთავრებული. ხო. თან არც ჩამერთავს. არ უყურებ მე ისე რამე ვალდებულება მაქვს ცხოვრებაში აღებული რომ ბოლო 2 თუ 3 წელია სპორტი გახდა პოპულარული ღმერთმა შეგარგოთ ანუ ვისაც გაინტერესებთ უყურებ
გულწრფელად ანუ არაფერი ჩემში არ ლაპარაკი. ილიას ინტერვიუებს უყურებ, როცა არის შორიდან შევხარი, გადასარევი კაცი, დარწმუნებული ვარ, რომ კარგად აკეთებს ყველაფერს, არ შემილია მაგის ყველაფერი, იმიტომ კი რაღაც არ არის ჩემში. ხო შეიძლება ქართული მოჭადრაკეებიც კარგად თამაშობენ, ხეთხარ და უყურებთ, ანუ თუ არა გაქვს იმის დამუღამება, რომ ნახე ეს ცხენი როგორ კარგად გადასტყორცლა მეორე მხარეს თუ რაღაცა, ну კიდია შორიდან გაგეხარდება, რომ თქვით ვიღაცა ამ კონკრეტულმა ქართველმა ნახე რა კარგად ჭადრაკი ითამაშა და მეც შორიდან შევხარი, მაგრამ არ შევხედავ იმის მაჩს, იმიტომ რომ არ ვიცი რა ხდება შიგნით. არა, ის რაღაც სხვა ქარიზმა აქვს და სხვა ტიპი არის. ქარიზმატულია ძალიან და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, როცა ლაპარაკობს. აჰა. ჯიმი არის უკარგესი და უსაყვარლესი ადამიანიო, ქეთემ მოგწერა. ოჯახის წევრები დაეთანხმებიან, ვითომ? ლაპციკლ წერს რჩებით თქვენ? ირონიულად? არა, ანუ კითხვის ნიშანია და როგორც გაიგებ ისა, შეიძლება რჩებით თქვენ. რჩებით თქვენ, არ ტონი არ განმოდის აქედან. არ ვიცით. ანუ იცი რა დავიღალე როგორ კითხები ხოლმე, თქვენი ამბავი როგორ არის რადიოში, რა ხდება გარეთ და ალბათ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება არც. ჯერჯერობით ვართ. ნახოთ. მადლობა, ვინც გვიყურეთ კომენტარებში. გამოცდებთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილება როგორი იყო? როგორი გქონდათ? კარგი, ცუდი. დაგვიწერეთ. ასევე ლაიქს დააჭერეთ ეხლა ხელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მithქვამს, რომ თუ ახლა რამდენი წუთი გავიდა 40, ელო, დაახლოებით. სხვა დროს დაინიშნა ხოლმე, ქორიძე სულ ინიშნავს რა იცოდი. და იქიდან გვანიშნებს ხოლმე რომ ამოხვედით ხე. ბოლოს ქორიძე საათ ხოლმე. არა, 10 წუთი არა, ბოლოს რომ დაიღლება ხოლმე ესე აკეთებს და ამ დროს ჯიმის გახსნილი აქვს კოსმოსური ხაზი ლაპარაკობს და იქიდან ესე ბლოკავს ხოლმე და ჯიმიზე არ მოქმედებს ეს ჩემზე. ჯიმის იქიდან მიხეილ წაგარელი ასახის ემონა. კაი, დროებით დაგვიწერეთ კომენტარებში რა შემდეგ კვირას ვართ ხო? მე რეკა შემდეგ კვირას ხო. მე დანარჩენი მეებს შობულების გეგმებს მოგახსენებთ შემდეგ კვირას.